გამარჯობა. სანამ დედის დღესთან დაკავშირებულ მილოცვებს მივიღებ, მინდა გესაუბროთ თუ რა არის ჩემი 10 სუპერძალა. მე ხომ დედა ვარ და საოცარი სუპერძალები მაქვს. თუ მზად ხარ გაიგო ჩემი სუპერძალები, კარგად მოკალათი და დავიწყოთ. პირველი, სადილის მომზადება, თან ბავშვების მეცადინეობა, მათი ემოციური მხარდაჭერა და პარალელურად სახლის დალაგება. მუდამ მომღიმარი სახე, საკუთარ თავზე ზრუნვა. გამოიცანი, რა სუპერძალაა? მეორე, ტემპერატურას ხელის გულით ვზომავ, 100%-იანი სიზუსტით. ზოგჯერ შეხედვაც კი საკმარისია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად. ჯერ არ შემწდარ ვარ. თუ დედა ხარ, აუცილებლად გამიგებ. მესამე, ჩემი სუპერძალა უსაზღვრო მოთმინებაა. სხვას ვის შეუძლია მოითმინოს არეული ოთახი, ამ დროს კი მომღიმარი ბავშვები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, გააგრძელონ ცალკობა და არ აღელვებთ ჩვენ რა გვაწუხებს იმ მომენტში. თუმცა ჩვენც მაგ დროს ბრუნდებით და მათთან ერთად ვთამაშობთ. მეოთხე, შენ რა, ჩემს აზრებს კითხულობ? მეუბნება ჩემი შვილი, რომელსაც მე ასეთ გაუცრუდა იმედი, რომ ამჯერად მაინც ექნებოდა პატარა საიდუმლო. კი, მე თქვენს აზრებს კითხულობ, თუ ჩემი შვილი ხარ, ზეპირად ვიცი შენი პირადი განცდები და მოსაზრებები. თუმცა ხანდახან არ ვიმჩნევ, რადგან ესეც ჩემი ერთ-ერთი სუპერძალაა. მეხუთე, უპირობო სიყვარული, რომელიც მაძლევს ფრენის ძალასაც კი. უპირობო სიყვარული მეხმარება მიგიღო ისეთი როგორიც ხარ, გაპატიო ყველა მიუღებელი საქციელი და დავიტოვო იმედი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება, ხვალ თუ არა ზეგ მაინც. მეექვსე, დროის მენეჯმენტი ჩემი სუპერძალაა. ვის შეუძლია ერთდროულად იყოს რამდენიმე ადგილას, არასდროს დაავიწყდეს მნიშვნელოვანი შეხვედრების თარიღი და ყოველთვის მოწესრიგებულად და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს. მე ხომ დედა ვარ და ეს ჩემი სუპერძალაა. მეშვიდე, წინასწარმეტყველების ნიჭიც ხომ დედების სუპერძალაა? 100%-იანი სიზუსტით შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, თუ რა მოყვება ჩემი შვილის ამა თუ იმ საქციელს. ზოგჯერ ვეუბნები ხოლმე კიდევაც. თუმცა, ხან მიჯერებს, ხან არა, მაგრამ გახსოვდეს, ჩემი წინასწარმეტყველება ხშირ შემთხვევაში ამართლებს. მერვე, როცა დაკარგული ნივთის პოვნის იმედი გადაიწურა, მაგრამ ჩემი სუპერძალა სწორედ ეს არის. ვიპოვნო უკვე ყველა იმედგაძაწურული სათამაშო, რომელიც განწირული იყო დაკარგვისთვის, რომ არა ჩემი ეს სუპერძალა. თუ ნივთებს დაკარგავ, ყოველთვის შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი, რომ გაუჩენელს გავაჩენ. მეცხრე, ჩემი სუპერძალა, ჩემი სუპერმკურნალი ხელი, კოცნა და ჩახუტებაა. ხშირად საერთოდ აღარ არის საჭირო მედიცინა, მაშინ თუ შენ შვილს ჩაეხუტები, უბრალოდ ხელს გადახვევ და ეტყვი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. მზად ხარ ბოლო სუპერძალა მოისმინო? შუაღამისას, როცა შენ ტკბილად გძინავს, მე ყველაზე ფხიზლად და ენერგიით სავსე ვარ, რომ ნაზად მოგეფერო და ჩუმად გითხრა ყველაფერი ის, რისი თქმაც დღის მანძილზე შეიძლება მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე. და ბოლოს, გახსოვდეთ, ჩვენ სუპერდედები ვართ, სუპერძალებით და მისიით, რომ ყოველთვის ვიყოთ თქვენს გვერდით. სწორედ ისეთები, როგორებიც ვართ. დიდი მადლობა და რა არის შენი სუპერძალა? აღმოაჩინე ჩემთან ერთად და აუცილებლად გამოიწერე ჩვენი არხი. დროებით.